ქართული ნადიმი, ჩემო თვითფასებო, იწყება სუფრის კურთხევით. კურთხევა რა არის? როცა ლოცვებს წავიკითხავთ, ანუ სუფრა იკურთხოს, რომ ესე იგი მოუხმოთ ღმერთს, ღმერთი შეეხოს ჩვენ ერთობას, საჭმელი აკურთხოს, რომ შეგვერგოს და ის სიყვარული, რომელიც უნდა ნადიმზე ჩვენ გავმართოთ, სტუმარსა და მასპინძელს შორის, ღმერთი რომ შეგვეწიოს აი ამ სიყვარულის განხორციელებას. პირველად ვამბობთ მამაო ჩვენოს. მერე იკითხება ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდე. შემდეგ ვამბობთ დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. უფალო შეგვიწყალეს სამჯერ, მეუფეო ზეცათაო გვაკურთხე და ჯვარი უნდა გადავსახოთ სუფრას. თუ მოძღვარია, ჯვარს მოძღვარი სახავს და ბოლოს სიტყვას მოძღვარი იტყვის. სუფრასთან დაждომისთანავე მაშინვე ჭამას ნუ დავიწყებთო, ეს არ არის ეთიკური. დაელოდეთ სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ ერთობლივად თუ არა ოდნავ დაგვიანებით დააგემოვნოთ. და ესე იგი შენ დაელოდე და ჩვენ სხვამ დაიწყოს საქმე. ეგრევე ესე შენ დავაკვირდიო. მით უმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ, აფრთოვანების გამოხატვა კი ყოველთვის მისასალმებელია. რა არიცი აფრთოვანება? აი ეთო მასწავლებელს შეუქეთ სადილე. აუ რა მაგარი წადები დაგიცხია ეთო მასწავლებელო ვეტყვი. ეს რა გემრიელი ხორცია, სად შეიძინეთ? თითქოს ესე იგი და რაც მეტად გამოხატავ მასპინძელს უფრო უხარია ეს. ეს რა გემრიელი, ეს ადნახეთ, ესეთი მოხიბლული ვარ თქვენი, ესე იგი სიყვარული და თქვენი ხელგემრიელობით, ასე ვეტყვით და ეს ძალიან კარგია. არასოდეს შეიმჩნიოთ თუ სუფრის რომელიმე წევრი ეტიკეტის დარღვევით მიირთმევს. აი თქვათ დავით მაიცის ეს წესი, ილიამ არიცის და დავითი თუ შენიშვნას მიგცემს, ლექსომასწავლებელმა როგორ გვასწავლა ილია რანაირად ჭამ, რო უთხრეს არასწორია. სხვა შენიშვნა არ უნდა მისცე. შეიძლება შენ იცი, სხვამ არ იცის, მაგრამ შეიძლება მერე მეგობრულად ურჩიო გზაში რო წახვალთ, რომ აი ბიჭო იქ რანაირად დაიწყე ეგრევე ჭამა, ხო რაღაცა ისე უთხარი, რომ მოდი ჯერ რომ მასწავლებელმა ხომ უთხრა, ჯერ რომ გადაიღე, ჯერ სხვას მიაწოდე. ოღონდ იქ სუფრაზე და ესე ხმამაღლა ასეთი შენიშვნა ეს არასწორია. ეს უნდა შემდეგ მოხდეს და თან ტკბილად და მეგობრულად რომ და არა საწყინას და არა შენიშვნის მიცემის კუთხით. ბატონო, თუ მაინც ვერ ახერხებთ სათანადო წესის დაცვას რომელიმე ეგზოტიკური კერძის მირთმევისას, ჯობს დააღვიოთ იგი, ვიდრე მისი დაცვის უხერხული მცდელობით მიაქციოთ მთელ სუფრას ყურადღებაო. ანუ ზოგიერთი განსაკუთრებული სადილებია და თუ იმის მოქცევის წესი არ იცითო, არა უჭირსო აქ ნათქვამია, რომ თქვენ ასე თქვათ ისე ნუ გააკეთებთო, რომ მერე ვინმე ან დათხვაროთ ან რაღაც ესე იგი რამე მოკლედ არაფერი დავაზიანოთო რა. შეიძლება არასწორად იკვებოდა რამე შეიძლება დათხვარო ან რაღაცა დაშვარო. ამიტომ თუ არ ვიცით ესა თუ ის საჭმელი როგორ იჭმევა, ჩვეულებრივად მივითვათ ისე რომ არავინ დავაზიანოთო. აი ამას გვასწავლიათ. სუფრასთან დაჯდომის წინ ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანეთ, რათა გარემო ყოფში გაუთვალისწინებელი წყრიანი, ანუ სხვა რომ უხერხულობაში შენი ზარით სხვა ჩააგდო უხერხულობაში. აი ამ რჩევას გვაძლევენ. უყურეთ აქ რა იგულისხმება, რომ ესე იგი აი დაირეკა ზარი და ამ დროს თამადას ადგილზელოს ამბობ. ჩვენ კიდევ უნებ, ანუ რომელი ხარ ეუნება და ამ დროს იქ სუფრაა და უხერხულია, რომ შენ რაღაცა თემაზე საუბრობ და მთელი სუფრა შენ გისმენს, ეს რა თქმა უნდა. აი ამ შემთხვევაში ნახე როგორი წესია,
თუ ძალიან მნიშვნელოვანი ზარია, გასაგებია, ხო? უნდა შენდობა ითხოვ, ბოდიში მოიხადო, გამოხვიდე და ცალკე ისაუბრო. იმდენი ადამიანის თავდასწრებით კი არა, ცალკე ისაუბრებ და ასე ვთქვათ, მე დაუბრუნდები, კიდევ ერთხელ შენდობას ბოდიში მოიხდი და კი ბატონო, თუ ერთ გვერდით მჯდომს, უყურეთ ეხლა რა კაი ხდება ბავშვებო, თუ ერთ გვერდით მჯდომთან საუქსურთ საუბარი, ამის გამო მეორეს ნუ შეაქცეთ. ნახეთ, თქვათ აქედან დემეტრე მიზის, აქედან დავითი. დემეტრესთან საქმე მაქვს. ესე კი არის საუბრო, მოუტრიალდი და ზურგით დავდექი დავითთან. დავითთან ეს არასწორია. ისევ საუბრო, ეს უყურადღებოთ არ ყავდეს. და ალბათ სწორიც არის, რომ რაღაცნაირად ჩავაყენოთ საქმის ყურში, რაზეც საუბრობთ, რომ ეს პატივისცემაა ერთგვარი, ჩემო უფასებო. აბა როგორ ვიხმაროთ ყორძი, დანა და ჩანგალი? ყორძი უნდა დავიჭიროთ, რომ ცერა თითი ზემოდან მოექცეს. წვნიანს ვიღებთ სხეულის მიმართულებით და იმდეს, რომ სუფრაზე ერთი წვეთიც არ დაგვეყვაროს. ზოგჯერ შეიძლება დიდი ყორძია, სავსეა და ვერ მოვერიოთ და შეიძლება დაიყვაროს. ეს არ არის ეთიკური, ანუ არა გაუმართლებელი. ყორძს თლიანად ნუ ჩაიდებთ პირში. ის ტუჩებთან წინა პირის მარცხენა მხრიდან უნდა მივიტანოთ. გასაცილებლად ცხელი წვნიანისთვის სული შებერვა ან ყორძით არევა ძალიან ულამაზოა. უმჯობესია ცოტა მოვიცადოთ, ვიდრე გაცივდება. ცუდი ჩვეულება წვნიანის ხრეპა. აი ხმამაღარო ვრეპავენ ხოლმე. ესე რო ჭამეხოლე, ხო? აი უხერხულიაო. ეს ამიტომ სახში უნდა მივეჩვიოთ, უხმაუროთ ჭამას და როცა სტუმრად ვიქნებით ან სტუმრები გვეწევიან, აღარ შევწყვებით. კი ბატონო, წვნიანის ჭამას როცა მორჩებით, ყორძს თეფშზე ვდებთ. დაუშვებელია ყორძის საინის კიდეზე ჩამოდება, აი გვერდულად რო ჩამოდებენ. ასე შეიძლება მოიქცეთ მხოლოდ ჭამის დროს შესვენებისას. ვთქვათ, მივირთმევ, მერე მინდა პატარა პაუზა გავაკეთო, ჩამოვდე, მერე ისევ ავიღე ყორძი და როცა მორჩებიო, ასე აღარ დავდებო რა. ისევ, როცა დანა ჩანგალს ვხმარობთ, დანა მარჯვენა ხელში გვიჭირავს, ხოლო ჩანგალი მარცხენაში. როცა მხოლოდ ჩანგლით ვჭამთ, რასაკვირველია, ის მარჯვენა ხელში უნდა გვეჭიროს. თითიც არ დააკაროთ დანის ალესილ პირს და არა მარტო დანას, ხელს არ ვახლებთ არც ყოვს და არც ჩანგლის იმ ნაწილის სიახლოვეს, რომლითაც საჭმელს ვიღებთ. ესე იგი, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორეო, რომ იმ ადგილს, რომლითაც ჩვენ საჭმელს ვიღებთ, ხელი არ უნდა შევახოთ. დანის ჩანგალით ხმარება ყოვლად დაუშვებელია, ისევე როგორც შენი ნახმარი დანით, სამარილიდან მარილისგან და საერთო ლანგრიდან კერძის გადაღება, საერთო პურის დაჭრა, ესენი არ შეიძლება გვაფრთხილებენ. ნურს პურს დაჭრით და ნურს დაღრღნით. მას უნდა მოატეხოთ პატარა ნაჭერი და ისე შეჭამოთ, ესეც. ოჯახურ წრეში და საზოგადოებაში კვების ადგილებში შეგიძლიათ წვნიანში ან რაიმე საწებელაში პური ჩაფშვნათ. საზეიმო წვეულების თუ ბანკეტის დროს ასეთი რამ დაუშვებელიაო. ბატონო, როცა აღარაფრის გადაღებას აღარ ვაპირებთ და საერთოდ ჭამას ვამთავრებთ, დანა ჩანგალს მარჯვენა მხარეს ვაწყობთ, ანუ თეფშიდან მარჯვენა მხარეს დავაწყობთ. ჭამის შემდეგ ხელებსა და პირს ვიწმენთ ხელსაწმენდით, რომელსაც ნახმარ თეფშზე ვდებთ. ზოგს ჩვევა დაქვს ჭამის წინ, საინის თუ დანა ჩანგლის ხელსაწმენდით გაწმენდა.
ამით უბრალოდ შეურაცხყოფას ვაყენებ დიასახლის. ანუ თქვენ ხვდებით ეს რატო არის, იცით შეურაცხყოფა, რომ ესე იგი თითქოს რამე იქ არ არის სუფთა და რაო დავით აბა ანუ მას იმიტომ ვაყენებ შეურაცხყოფას, რომ როცა ვწმინდავ, ჩვენ გონია, რომ გაურეცხავი მოგვიტანეს მას და ჭუჭყიანია მას. და მაგით დიახ მას და იმიტომ რომ რა თქმა უნდა სტუმარმა იზრუნა, კაგირეცხა, კაგისუფთავა და ეს ეწყინება და რა თქმა უნდა არასწორია. ეხლა კბილების გაწმენდა შეიძლება კბილის საჩხრეკით, ხოლო ცხვრის დაუსწრებლად. ასე პირდაპირ გესწრებოდნენ და დაიწყო კბილების გასუფთავება, ეს არაეთიკურია. თუ ეს ძალიან აუცილებელია, იმოქმედეთ შეუმჩნევლად, პირი დაიფარეთ მარცხენა ხელით. ანუ აი ესე გააკეთეთ რა, აი ეს. ნუ ესე იგი პირდაპირ ასე ულაზართოა და უსიამოვნო ვინც გიყურებთ. ჭამის შემდეგ ხელებსა და პირს ვიწმენთ ხელსაწმენდით, რომელზეც ნახმართ თეფშზე ვდებთ. ხო, ეს უკვე თქვით. კომპოტის ფინჯანს ყოველთვის ლამბაქზე ვდგამენ. თუ საჭიროა ხილის გაჭრა, ამისთვის უნდა ვიხმაროთ კოვზი და არა დანა. უკებს პირიდან კოვზით ვიღებთ და ლამბაქზე ვაწყობთ. კომპოტის დალევის შემდეგ ლამბაქზე ვდებთ კოვსაც. კომპოტის წვენს ფინჯნიდან მხოლოდ კოვზით ვსვამთ. პირდაპირ ჭიქიდან დალევა კატეგორიულად აკრძალულია. ბატონო. ქლიავსა და გარგარს ვიღებთ, ხელით ვხლეჭთ და ვაცილებთ კურკას, რომელსაც თეფშის კიდეზე ვდებთ. ვაშლსა და მსხალს ვთქვით, ჭრით 4 ნაწილად და ისევ ჭამთო. ატამსაც ხელით ვხლეჭთ, ვაცილებთ კურკას და ჯერეთ, ნახევარს ვჭამთ, შემდეგ მეორეს. ყურძენ ტევნებად მოაქვთ სუფრაზე. ბალიკი ყუნწიანად. ყუნწი უჭირავთ მარცხენა ხელით. მარჯვენათი კი ნაყოფს აცლიან და ჭამენ. აი ესეთია ეთიკური სწავლება. ყუნწიანად პირთან მიტანა და ნაყოფის კბილებით მოცლა ლამაზი არ არისო, ჩვენ კი ასე გვიყვარს. მარცხვი, ჟოლო, მოცვი და სხვა კენკროვანი ხილი დიდი კოვზით თეფშზე გადააქვთ. აყრიან შაქარს და ჩაის კოვზით ჭამენო. აბა როგორ ჭამენ სასმელს ახლა. არასდროს არ დააძალოთ სტუმარს ბევრი დალიოს. მასპინძელი, რომელიც სტუმარს მაგრად დაათრობს, ცუდი მასპინძელია. ჩვენთან კიდე ასე გონიათ, რომ პატივისცემად ითვლება, მაგრამ თუ დავათვერით სტუმარი და ამ დროს შეიძლება წაიგდეს ის ან ცუდად გახდეს, აბა რა პატივისცემაა ეგ, ამიტომ არ შეიძლება დაძალება. ვინც სტუმრად ყოფნისას უზომოდ დათვრება, მას ნუღარ გაუკვირდება თუ იმ ოჯახში მეორედ აღარ დაპატიჟებენო. ესე იგი, აგვიკრძალეს დათვრობა არ შეიძლება. ბოთლიდან საწობის მოხსნის შემდეგ ცოტა თქვენს ჭიქაში უნდა დაასხათ, რათა შემთხვევით საწობის ნამცეცები სტუმრის სასმისში არ მოხვდეს. მერე კი ყველა ჭიქა უნდა შეავსოთ. საკუთარი ჭიქას ბოლოს ვავსებთ. ანუ ჯერ ვავსებთ ხვის ჭიქას, სულ ბოლოს ვავსებთ საკუთარ ჭიქას. ბოთს ვიჭერთ დაბლა ნაწილით. მხოლოდ არა ძირზე და თითები ზემოდან გაშლით უნდა შემოვაჭდოთ. ბოთლი არასდროს არ დაატრიალოთ, ეს ულამაზოც არის და ღვინის მაგიდაზე გადასხმის საშიშროებასაც ქმნის. ჭიქას ბოლომდე ნუ გაალიცლიცებთ. ეს უკვე გითხარით, რომ ცოტა დავტოვოთ, რომ არ დაიქცეს, არ დავთხოვაროთ ჩვენი საყვარელი ეკატერინე. პირველად დაუსხით გვერდით მსხდომ ქალებს. ხოლო ჯერ შეეკითხეთ, აი ელენეს, ესე იგი ეკატერინეს, რომ შეიძლება დაგისხათ, ქალბატონო ეკატერინე. შეიძლება თქვენი ჭიქა შევავსო და თუ გეტყვის არა მე ავსვამ ღვინოს, აღარ უნდა დავაძალოთ. შეიძლება ერთხელაც კიდე უთხრათ და თუ კიდე გეტყვით, უკვე აღარ შევაწუხოთ. თუ ასე დროს ფეხზედ გახართ,
მაშინ სტუმარს მარჯვენა მხრიდან მიუდექით. დალევის წინ ჭიქის მეორე სასმისზე მეტისმეტი მიჭახუნება არ არის დაშვებული, დაუშვებელია. რა არის ეს მეტისმეტი მიჭახუნება? როცა დავთრებიან, ესე მიუჭახუნებენ ერთმანეთს ჭიქებს და ამ მიჭახუნებაში ბავშვებო შეიძლება ან ჭიქა გატყდეს, ან ღვინო დაიღვაროს და ვიღაცა დაუთხვაროთ, ტანსაცმელი დაულაფოთ, რომელიც არ არის სწორი. ვინც ადრეგზელოს წარმოთქმას დააპირებს, ვალდებულია ფეხზე წამოდგეს. ასეთ მომენტში სტუმრები საუბარს წყვეტენ და დანა ჩანგალს უხმაუროდ ალაგებენ თევშების კიდეზე. მაგიდის მომსახურენი აჩერებენ კერძების ჩამოტარებას და სუფრას შორდებიან. ორატორს არა მარტო ყველა სტუმარი უნდა ხედავდეს, თვითვეულმა მათგანმა ყურადღებით უნდა უსმინოს. თუ ორატორი მასზე ასაკით უმცროსი სადღეგრძელოს წარმოთქვამს, მაშინ ეს უკანასკნელი ვალდებულია თვითონ მივიდეს უფროსთან ჭიქის მისაჭახუნებლად. ანუ ნახეთ, როცა მე ჩემზე უფროს ადამიან ასაკით უფროსო ვლოცავ, მივდივარ მე და ისე მიუჭახუნებ და ვიტყვის ადღეგრძელოს. ეს არის პატივის ცემა ერთგვარი. ვინც კი ბატონო, ასევე იქცევა ახალგაზრდა სტუმარი, როცა ასაკით უფროსი სადღეგრძელოს იტყვის. ახლა გადავდივართ ყველაზე მთავარი წესი ქართული ნადიმის ევალება თამადას. თამადამ უნდა შეკრას მონადიმეები და მიაქციოს ყურადღება, რომ ვინმე უყურადღებოთ არ გამორჩეს, ყველა სადღეგრძელო შესვას, შეასახელოს, მოეფეროს, ჩაეხუტოს. ნადიმის მთავარი წარმმართველი არის თამადა, რომელსაც ევალება ერთიანი ატმოსფეროს შექმნა. წვეულების მთავარი მიზეზის ირგვლივ ტრიალი, ანუ რაზეც არის, აი თქვათ შევიკრიბეთ ანანო გოზალიშვილის დაბადების დღეზე. თამადამ ისე უნდა წაიყვანოს, რომ სულ ანანოს ირგვლივ იტრიალოს. ანუ რას ნიშნავს? ესე იგი სადღეგრძელოებში ანანოს ოჯახი დალოცოს, ანანოს მშობლები დალოცოს, პაპა ბებიები დაულოცოს, ნათესავები დაულოცოს, მეგობრები დაულოცოს და იტრიალოს სულ ანანოს დაბადების დღის ირგვლივ. ნათლიები დაულოცოს, მოუგონოს წინაპრები და ასე შემდეგ. კი ბატონო, ასევე თამადას ევალება სუფრის მხატვრულად წარმართვა. აბა ილია, რა არის მხატვრულად წარმართვა? შენ როგორ გესმის სუფრის მხატვრულად წარმართვა? მას ჩემი აზრით აი ლექსებით რომ წარადგინეს მას. მართალი ხარ, ლექსით მერე ეკატერინეს ეთქვის, აბა ერთი სიმღერა შეგვისრულე რაო ეკატერინე, აბა კიდე რა არის მხატვრულად? ჩემი აზრით მხატვრულად წარმართვა არის, რომ აი უფრო მრავალფეროვნად წაიყვანო ეს დალოცვები და ესეთი რაღაცები. კი ბატონო, ნამდვილად სწორია ჩემო მითქვასო. რაღაც ამბები მოყვე, ხო შეიძლება ისტორიული ამბები მოყვე, ან რაღაცა ოჯახის ამბები მოყვე, ხო საინტერესო და გულში ჩამწვდომი. ხო, სტუმართა დახასიათება ევალება, ურთიერთგაცნობა. უყურე ახლა მე რომ მაგალითად ვიცნობ დავითსაც და ვიცნობ ეკატერინებსაც და ილიასაც, გამოვდგები უფრო თამადად, იმიტომ რომ მე სიკვდილზე ეკატერინეს ოჯახში ვარ, ხო? ეს ოჯახი თქვენ უნდა გაგაცნოთ ბიჭებო და თქვენი თავი ეკატერინეს ოჯახს უნდა გავაცნო. ანუ მონადიმეები თამადის ვალია, რომ ერთმანეთი გააცნოს, დაახასიათოს, რაღაცნაირად, ესე იგი წარმოაჩინოს, რომ უფრო ახლოს იყვნენ. კი ბატონო, მონადიმეთა ბულების ქართული იდეით გამსჭვალა არის ასევე ქართველი თამადის ვალი. ქართულ იდეაში თქვენ იცით, რომ იგულისხმება ღმერთი, სამშობლო და ადამიანი, ანუ ღმერთის დიდება. ხო, ასევე სამშობლოს სადღეგრძელო იცით თქვენ, რომ ჩვენთან როგორ ფასობს სამშობლო და როგორ გვიყვარს ჩვენ, რომ სამშობლოს დავილოცებით, ჩვენ სოფელს დაულოცავთ, ჩვენ ქართულ ენას და ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ, გამოჩენილი ქართველი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი ასე ახასიათებს ღირსეული თამადის სახეს.
ეს იყო ერთ-ერთი მაგარი თამადა, ვინც მე პირადად მინახავს. კარგი თამადა ის კი არ არის, ვინც თავის თავს ოსტატურად წარმოაჩენს, თავს იწონებს ცოდნით და ენამახვილობით და ფაქტობრივად თავად ქეიფობს. არამედ ის, ვინც ერთ გულის ფეთქვად შეკრავს სუფრის წევრთ, უყურადღებოდ არავის ტოვებს, მოზომილი სადღეგრძელოებით არღლის სტუმრებს, თავად თითქოს შემუჩნეველია და მონადიმედ კი აძლევს შესაძლებლობას უხვად აფრქვიონ თავიანთი გულით მოტანილი სითბო და სიყვარული. თვითონ ჩრდილშია და სხვებს კი აქეიფებსო. აი ნამდვილი თამადა ის კი არ არის თვითონ რო ქეიფობს, რომელიც სხვას აქეიფებს და თითქოს შეუმჩნეველია თითქოს. აი ესე ოსტატურად ასეთი თამადის წყალობით ნადიმი მხიარული, შთამბეჭდავი, ხალისიანი გამოდის. ღმაშინაასიან სადღეგრძელოებს ელფებს მატებს მგზნებარე პოეზია, აი რაც ილიამა თქვა, ლექსების წაკითხვა, მრავალხმიანი ხალხური სიმღერები ერწყმის ცეცხლოვან ქართულ ცეკვებს, რომელიც ძალიან უხდება სიმღერა და ცეკვა ჩვენ ქართულ ნადიმს და შინ ყველა ხალისიანი და ბედნიერი ბრუნდება. აბა ეხლა ჩვენ რა არის ქართველი კაცისთვის, ქართველი თამადისთვის აუცილებელი სადღეგრძელოები. პირველი რა თქმა უნდა, აბა პირველი რა იქნება დავით ჩემი აზრით? მას ჩემი აზრით პირველი იქნება ანუ შეკრების მიზეზი და ვინც მოვიდა იმ ხალხის სადღეგრძელო. აბა ილია შენი აზრით პირველი რა იქნება? საკმაოდ კარგი ვერსია. პირველი რა თქმა უნდა უფლის სადღეგრძელო იქნება მას. ხო, სწორია, მაგრამ სადღეგრძელო არა, იმიტომ რომ სადღეგრძელო ჩვენ გვჭირდება. ნახე სადღეგრძელო რა არის? დღეგრძელობა, ანუ დიდხანს რო ვიცოცხლოთ და ღმერთს ვეტყვით რომ დიდხანს იცოცხლეო? და დიდება უფალს მას. ოჩა, აი ღმერთს დიდება. ამიტომ უყურეთ დავით პირველი სადღეგრძელო აუცილებლად უნდა ვთქვათ უფლის დიდება. ნახეთ როგორ ვიძახით, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. სათნოება არის ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ნახე რა მაგარია, ანუ ღმერთს ვეუბნებით დიდებას, ჩვენ ვისურვებთ ერთმანეთისთვის მშვიდობას და ურთიერთ სიყვარულს და გაგებას და პატივისცემას. აი ეს სიტყვები, ანუ ეს ლოცვა, რომელსაც მე კიდე გავიმეორებ ბოლოს, როდესაც იესო ქრისტე, ანუ ქვეყანას მხსნელი მოევლინა იესო ქრისტეს შობას, ამ დღესასწაულისთვის საგანგებოდ ანგელოზებმა ეს ლოცვა ზეციდან ჩამოიტანეს. ამიტომ ქართველმა თამადამ იცის, რომ ყველაზე დიდი ფაქტი კაცობრიობის ისტორიაში არის, როცა მხსნელი მოევლინა ჩვენს ქვეყნიერებას, ანუ ღმერთი იქცა ადამიანად, შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამიტომ დაიმახსოვრეთ კაცებო, რომ პირველი სადღეგრძელო, პირველი ჭიქა, პირველი სიტყვა ასე უნდა თქვას ქართველმა თამადამ, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აბა ვინ გაიმეორებს? დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მოდი მოგეხმარებით, რომ კარგად ვისწავლოთ. აბა დავით, დაიწყე შენ. დიდება მამას. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, თქვი? დიდება მაღალსა შინა ღმერთსა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მაღალთა შინა ღმერთსა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა. ქვეყანასა ზედა მშვიდობა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. და კაცთა შორის სათნოება. ოჩა, ოქროხა. ანუ ეხლა თუ დაგვავიწყდა დასაწყისისთვის, აი ასე ვიტყვით დემეტრე მარტივად. ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა. გლეხურად და მარტივად. აბა
დემეტრე, ამან მითხარი მარტივად როგორ არის ადვილად? ღმერთს დიდება ჩვენ მშვიდობა. შენ გენაცვალე რა, ეგრე არის ზუსტად შინაარსი დავიმახსოვრე. ეხლა მეორე ძვირფასის ადგილმძელო, რომელიც აი სიტყვაზე ეკატერინეს ოჯახში ვარ და შეკრების მიზანია, თქვათ ეკატერინემ მოგვიწვია, უნდა გაგაცნოთ ჩემი მშობლები, ჩემი დაიკო ან დაბადების დღე აქვს იმეს, აუცილებლად ვიტყვით ამ ოჯახს გაუმარჯოს. ამ ოჯახში მშვიდობა იყოს, სიკეთე იყოს, თევზელობა იყოს, სიყვარული იყოს და ამ ოჯახის ყველა წევრს გაუმარჯოს ვიტყვით. შემდეგი არის აუცილებლად მშობლების ადღეგრძელო. ასევე დედმამიშვილების, ანუ ჩვენი დედი და ძმები, რომ დავილოცოთ. აუცილებელია შვილების დალოცვა, იმიტომ რომ შვილები არიან ჩვენი მომავალი თაობა და საქართველოს ბედი ზუსტად ჩვენ მომავალზეა დამოკიდებული. სამშობლოს დალოცვა ვთქვით, ეკლესიის და ჩვენი პატრიარქის ადღეგრძელო. თქვენ იცით, რომ ილია მეორე ისე შეუყვარდა ქართველ ლერს, რომ პირველი რო უფლის სადიდებელს ამბობს, მეორეს ჩვენი პატრიარქის ადღეგრძელოს ამბობს ხოლმე. ეხლა ასეთი კაი ტენდენცია შემოვიდა საქართველოში, მოდი ორ პატრიარქს გაუმარჯოსო, ვიტყვით ხოლმე. ერთი ილია მეორე, რომელიც წმინდა პატრიარქია და ზეციდან გლოცავს და ისე გვიყვარს, რომ ჩვენ ამ სიყვარულს ვერასდროს ვერ დავივიწყებთ ქართველები, და მეორე ჩვენმა პატრიარქმა თვითონ რომ ზეცაში წაბრძანდა, საქართველოს დიდება შეუერთდა, ჩვენ დაგვიდგინა და დაგვინიშნა აქ სხვა პატრიარქი და როგორც ილია მეორე შევიყვარეთ ქართველმა ერმა, ისე შეიყვარა შიო მესამე. აი ორი პატრიარქის ადღეგრძელოც ლამაზად ჩდება ჯერჯერობით. მიცვალებულთა მოგონება აუცილებლად ქართული ნადიმი ისე ამთავრდება, როდესაც ჩვენ ძალიან მალევე დასაწყისშივე ვიქონებთ ჩვენ მიცვალებულებს და სახელებს ჩამოვთვლით ხოლმე. მერე პატრიარქმა ასე გვასწავლა ილია მეორე, რომ მიცვალებულებიდან ცოცხლებზე გადავიდეთ ანგელოზის სადიდებლით. იმიტომ რომ ანგელოზს ასევე უკვდავია და შეუმცდარი და ჩვენ ვერ უსურვებთ კარგად მოქცევას, ან დიდხანს სიცოცხლეს და დღეგრძელობას. ჩვენ მას ან მადლობა უნდა გადაუხადოთ და ან უნდა დიდება შევწყვანათ. ანუ დაიმახსოვრეთ ამ ბავშვებო, რომ ღმერთის დიდებაზე და ანგელოზის დიდებაზე აუცილებლად ყველა ფეხზე უნდა ავდგეთ. მარტო კაცები არა, ეკატერინეს ფეხზე უნდა ავაყენოთ. ქალებიც, ბავშვებიც, მოხუცებიც, იმიტომ რომ უფალი მთავარია და უფლის გამოგზავნილია ანგელოზი და უფლის ძალა, ღვთაებრივი სეციური ძალა და ანგელოზის სადიდებელზე, სამადლობელზეც უნდა ფეხზე ავდგეთ. წინაპართა მოგონება საქართველოში უყვართ თიხის ჯამებით. რატო თიხის ჯამი? იმიტომ რომ თიხა იგივე მიწაა და ისინი ხომ მიწას მივაბარებთ და ჩვენ თითქოს ვკოცნით ამ მიწას, რა მიწაში ჩვენი წინაპრები არიან და რომ ვსვავთ თან ხომ მიწას ვკოცნით და აი ეს ქართული ლამაზი სიმბოლო გვაქვს, რომელიც მხოლოდ საქართველოშია ეს. მებრძოლი გმირების მოგონება გვიყვარს, იმიტომ რომ საქართველო მებრძოლი ქვეყანაა და განუწყვეტელი ომებია საქართველოში და ჩვენი მებრძოლები სისხლს ხვრიდნენ, ობს ხვრიდნენ და სამშობლოდ დღემდე მოიკარეს და ჩვენ მათ დიდ პატივს მივაგებთ მარადის. სულ ბოლოს, ჩემო ძვირფასებო, ნადიმი მთავრდება ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის სადიდებლით და სამადლობელით. ანუ ასევე ფეხზე ვდგებით. ესე იგი, სამ შემთხვევაში ვდგებით ფეხზე. აბა ილია, დაიმახსოვრე, როგორ სამ შემთხვევაში ვდგებით. აუცილებლად. ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი. მას უფლისთვის და ღვთისმშობლისთვის მას. ეგ ორი და მესამე? სულიწმინდასთვის მას. არა, აბა დავით, დაიმახსოვრე შენ. არ მახსოვს. აბა დემეტრე გითხარი და დაიმახსოვრე თაცი.
მას ანგელოს. ოჩა. ესე იგი, მოდი დავაკონკრეტოთ. ესე იგი, პირველი უფლის სადიდებელზე ყველა ვდგებით ფეხზე და თამადა მოვალია, რომ თუ ქალები არ ადგნენ, ან მოხუცები, შენდობას თხოვს და ყველას უთხრას უფლის სადიდებელზე ყველა უნდა ფეხზე ავდგეთ. მამაო ჩვენო, სუფრა რო იკურთხება, უმეტესად ქალების ხედან ხოლმე არ არის სწორი. უნდა გამოაცხადოს თამადან, იმიტომ რომ ქალები მაგდენს ვერ ხვდებიან და მორწმუნე ქალები კი, როცა მამაო ჩვენოს გაიგებენ, აუცილებლად ადგებიან. და შენ რო ეთქვი მოწიწებით, რომ ეს არის უფლის ლოცვა და ყველაზე პატივი თაყვანი უნდა მივაგოთ, ისინი ადგებიან უეჭვენ. მაგრამ თუ არ დგებიან, ამის გამო საყვედური არ უნდა უთხრა. არ შეიძლება სუფრაზე საყვედურის მიცემა. მეორე ვდგებით, როდესაც ანგელოსებს ვადიდებთ, ან მადლობას ვეუბნებით, ასევე როგორც უფლის სადიდებელზე, ანგელოზის სადიდებელზე, ყველა ვდგებით ფეხზე და ვაცხადებთ ქალი, კაცი, ბავშვი, იმიტომ რომ ილია მეორე ჩვენმა წმინდა პატრიარქმა გვასწავლა ეს, ყველა ფეხზე უნდა დაუდგეს. და ბოლოს ილიამ სწორედ თქვა, რომ ღვთისმშობლის, აი თან ასე ვამბობ, შეგვეციოს ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი, ან დედა ღვთისმშობელი. აი ხან მოკლედ ასე იტყვიან, შეგვეციოს ყოვლა წმინდა. და ზოგს გონია, რომ ყოვლა წმინდა, ყველა წმინდა, თითქოს წმინდანების სადიდებელია, ზოგს გონია ტაძრების სადიდებელი, არასწორია. შეგვეციოს ყოვლა წმინდა, შემოკლებული ფორმაა და სრულად ასეა. შეგვეციოს ყოვლა წმინდა დედა ღვთისა. ანუ ეს იგივე დედა ღვთისმშობლის სადიდებელი და სამადლობელია. ქართველისთვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ტკბილი, დედასავით დიადი და ჩვენთვის ზრუნველი დედა ღვთისმშობელია, რომელსაც ერგო ჩვენი ერის პატრონობა და ჩვენ ქართველები განსაკუთრებულ პატივს და სიყვარულს მივაგებთ. ამიტომ ესეთი ქართული ნაწარმოებია, რომ ისე დათვრება თამადა, რომ სახში რომ მივა ბარბაცით. თან წყალში ჩავარდება, თოში ჩავარდება და კარგად რომ დათვრება სახლამდე ცოცხალ მკვდარი ძლივს მივა. და სახში რომ მივა გაახსენდება, რომ ყოვლა წმინდა დედა ღვთისმშობლისა არ ქონდა ნათქვამი. მოტრიალდება ცოცხალ მკვდარი, იგივე გზას გაივლის და უკაკულეს უკვე აგებული ქონდა სუფრა და გამომაპატარზალი და ეთქვის დიდი ბოდიშიო, ერთი ჭიქა გამომიტანეთო რა. შელოცო პატარზალი ეთქვის და გამოუტანებას გონია დალევა უნდაო. ეს კიდე ითქვის, რომ ყოვლა წმინდა დედა ღვთისმშობელო, შეგვეციე და გვაცხოვნე ჩვენ, მადლობა ყველაფრისთვის, ქართველობისთვის, აი ზილავად მიირთვა და წავიდა მერე გემრიელად სახში. აი ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია დედა ღვთისმშობელი და ისე არ შეიძლება ქართული ნადიმის დაბოლოება, თუ დედა ღვთისმშობელს არ ვეტყვით ბოლოს. და თან კიდევ ერთამეს გასწავლით ბავშვებო. თუ დედა ღვთისმშობლის სადიდებელს ვამბობთ, ჩემო დავით, იმის შემდეგ სადღეგრძელო აღარ შეიძლება. ეს არის პატივისცემა და კრძალვა დედა ღვთისმშობლის წინაშე. ამიტომ თუ მერე კიდე იყვიან ერთი სადღეგრძელო, თქვენ უნდა ასე უთხრათ, რომ დედა ღვთისმშობლის შემდეგ სადღეგრძელოები აღარ ისმება. და წავიკითხოთ მერე სამადლობელი ლოცვა, რომელიც აი ასეთი ფორმისაა. გმადლობ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამე თუ განმაცხე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან, ნუ დამაკლებ ცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა, მიხვედ მაცხოვარ, ეგრევე თვე მოერთ ჩვენ შორის და გვაცხოვნე ჩვენ. ამინ. ანუ შინაარსი რა არის? როგორც შენო, ესე იგი მოხვედიო, ჩაგვიხუტე და მოგვეფერეო შენ მოწაფეებს, ანუ მოციქულებსო. ჩვენთანაც ასე მოდი, ჩაგვეხუტე და მოგვეხმარე, რომ ცხონდეთ და წავდგეთ პირნათელი უფლის წინაშე და დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამოთხე. და სულ ბოლოს იკითხება ღირსარსის ლოცვა. თუ გალობა ვიცით, ვიგალობებთ ღირსარს, რომელიც შემდეგნაირია: ღირსარს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელი იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთა ეს და სერაბინთასა,
განუხრწნელად მშობელსა სიტყვის აღთვისასა, ხოლო საღვთის მშობელსა გალობით გადიდევდეთ. და მერე ვიტყვით დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე. ესე მოუხრით თავს და ვიტყვით მეუფეო ცათაო ვაკურთხე. და აგატი მინდიაშვილმა ესე გვასწავლა და ცოტა ხანი თვალები დახუჭეთ და გაელოდეთო და იგრძნობთ ზესიდან როგორ დაგადებთ ხელს უფალი და გაკურთხებთო. ან ესე ხელები რატო გვაქვს? ან აქ ჩაგიდეთ ღმერთი თავის ხელს და ემთხვევი და მიიღებ საღვთო მადლს და წყალობას. აი ეს უკვე დასასრული. მერე ქართველებმა როგორ ვიცით ხოლმე, თუ ცოტა კაიღვინოს დავლიეთ და კარგად ავართ, ცეცხლ წაკიდებული, მერე იწყება ჩვენი გამომშვიდობება. აბა ჯერ სუფრაზე დაუკოცნით ყველას. მერე კარებთან გამოვართ და კიდევ ერთხელ სანამ კარებს გავაღებთ, ყველას ისევ დაუკოცნით ყველას. მერე გავაღებთ კარებს, ახლა ეზოში დაუკოცნით ყველას ერთმანეთს. მერე მანქანას მისასვლელში დავხსნით და იმ დღეს მამა ვასილი რო ყავდა გურჯაანში დავთვალე და 4 ჯერ მოგვიწია ასეთი სათითაო ჩახუტება ყველას. აი ესეთი მოსიყვარულე ხალხი ვართ და ჩვენ ნადიმი აი ზუსტად ამისთვის გვჭირდება, რომ როგორ გავცეთ სიყვარული და როგორ მივიღოთ და როგორ გავივსოთ გულები საღვთო ენერგიით, ძალით, სიყვარულით, რომ შემდეგ ჩვენი მოვალეობა წინაშე ღვთისა და წინაშე ერისა პირნათლად შევასრულოთ. Starosta, ორი კაცი. მახო მოვიდა. დაუძახოთ? აი სადაც არ უყავს თვითონ ისის. ჩვენ დაუძახოთ და მერე თვითონ იცოდეს. მახოჯან, პლასტი. აქეთ მომბრძანდი. ჩვენ ჩავიწევით და დაჭები რაღა. მან მოვიდი არა? ნიფხის ყომარში ჩავжди არა? თქვენი ლაყაფით ყური გამოვიჭედო არა? შეტოლი ნახე კოჭი გააგორე. მე თვითონ ვიცი საცა დავწვევდი. ხომ გითხარი არ მომეთქე. ხომ გითხარი. არ უყავს რა. აბა რა ვიცი უნდაძე მახოჯან. სადი საქმე ნახევა, ერთიან ბიძას უთხარი ჩამოვიდეს. რომელ ბიძას მახოჯან? ვერაბიანს რა? მობრძანეთ? დიდი ბოდიში ბიძა ჩიკო. ჩამოდი. მახო მოსულა. სვალა გინახე. ჩამოდი. რა ბრძანეთ ბატონო, ვინ მოსულა? მახო მოსულა, მახო. ადგილი დაცალე. მახო? მახო. დამეტანი კაი. მარა რომ არ ვიცნობ მახოს მე და ეს ადგილიც რომ ჭირდება, რა ვქნათ ახლა ნეტავი? ბიძა ჩემო, ჩამო თორე ამოვედი. ამოვედი და ეგარი. მობრძანეთ ბატონო, სტუმარებთვისა. როგორ ახარ და ენას. შენ ბიჭო. ერთ-ერთ საკვაიაჟი მომაწყვი.
გურდებს ასემე. ამავეა. ვაიღუშ. ეგეთები არ იყოს, ხო იცი? ეგ სათამაშო გადაგიდე აქ ჩამოდი. საიყვანეთ ეგ თქვენი მახო ბიჭებო. დაწადით აქედან. მაშა არ იძლევი არა? ეხლა ერთად ამოვალ და შეგჭამთ ხო იცი? აბა ბიჭებო, მიდით. ეი! ედი მოკარი! მოკარი ბიჭებო! მოკარი! თუ დასკეთ! Староста, садили. წყალი ხომ არ გინაჭოლა? დამისვენეს. დაგაშენე ღმერთო. მისგანდათ. შენ ცხოვრების შესახებ ბევრი რამ მსმენია და ერთი რამ მინდა გითხრა. სანამდე გინდა ირბინა და გდიონას. ორჩი სირბილს მე. ორჩი. ციხიდან გასვლის მერე რა უნდა აკეთოს შენის თანაკაცმა? რა ვიცი, ვიული ქვეყანაზე და ცუდი კაცების განაფუჭარიდან ცოტას მაინც გადავაკეთებ სიკეთეთ. სიკეთეთ? გიმარა ცუდი კაცი რომ შენი მტერია და შენი ხალხის მტერიც არის. ამაზე თუ გიფიქრიოდეს? ის ცუდი კაცები მთელი ქვეყანაა თითქმის. რა თუ ჩათვალე, აქეთ შენ დარჩები, იქით ყველა ისინი ერთად და დაგჯაბრიან უეჭველად. ახლა თვითონ ცუდ კაცს რომ ებრძოლო, 10 საჯობე თუ გინდა, სულ ერთი ეს ქვეყანა კრუხივით ჩაქს ცუდ კაცებს და 10-ვეს მაგიერ მოიწებნება სხვა ცუდი კაცები უცბად. მესამეა კიდევ. როგორიც გინდა იყოს საქმე სიყვარულით თუ არ მეუდექი ვერ მოერევი. კაცი ცუდი იყოს თუ გინდა, ტრად თუ ჩათვალე შეგძულდება და მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება ამხანაგად. საოცარი კაცი ხარ დათან. მაგრამ ცდები მე მგონი. რაში ვცდები მე? ტრად უნდა ჩათვალო შენი ერისა და შენი მიზნის წინააღმდეგ მოქმედი ცუდი კაცები და ბრძოლა გამოუცხადო მათ. მაშინ მარტო კი არ დარჩები. ის ხალხი, ის ერი შენ მოგემხრობა და შენი გამარჯვებაც ასე გამოვა მხოლოდ. ესმის? კი მესმის. სახრჩობელამდე ერთი ნაბიჯი გადარჩა. თუ დაუმტკიცდათ ჩამოახრჩება. რაღაცა უნდა მოიფიქროთ. Староста, 10 კაცი ტუალეტში. ტუალეტში.
აი, სუფთა აერით. ნახეთ. მივდივარ შულა მე და იცოდი ავასრულე კაცის დანიშნულება, როგორც შემეძლო. რის საშუალებაც მომცა ბუნების ძალა. სათხოვარი დანდერძი მაქვს შენთან. კაცური კაცის სიცოცხლე ის არის, რომ უნდა იწოდეს ყვარივით, სანთელივით, კოცონივით, ზესავით, როგორ ხვეთრსაც გარგუნებს განგება ის. იმაზეც უნდა იფიქრო, შენ რომ ჩაქვრები წვდიადმა ვერ დაისადგუროს ირგვლივ. ან შენ რომ დგახარ მაგერთ ფიორე ადგილზე მაინც. სადამდიანთი ხარ ისე უნდა ენტო შულა რომ სხვაც აანთოს შენ მას სიცოცხლემ და აღარ შეიქმნება სიბნელე შენი წასვლის შემდეგ. იმედოვნებ ასე იცხოვრებ და მივდივარ დამშვიდებული. აპატიეთ რომ ვერ გამოგატეკით მეუღლეთ, მეგობრად და მამად. 18 წლისას წააკითხეთ ჩემს ბიჭს ეს ბარათი. კაცური კაცი იყო. თოლა საგანებით. ათაში ერთი რომ ყოლდეს ჭოლასთან აკაცებით ალბათონო. სხვა ფრებს არ იმართოს იქნება ხალხის ცხოვრება და მომავალი.